გამარჯობათ მეგობრებო. მადლობა მოთმინებისთვის, ვინც ელოდით ამ სქემას. ვნახოთ რატო ვერ მოგსოვეთ და რა ხდება. თავიდან ჯერ ვნახოთ როგორ იქსოვება, თუ ვინმეს დააინტერესებს ეს სქემა როგორ იქსოვება საერთოდ. არ მოუნდება ძებნა, ხო, ნახავ საქმე. ვიღებთ გარკვეული რაოდენობის თვლებს, რამდენიც გჭირდებათ თქვენ და აუცილებლად ამ სქემისთვის უნდა გათვალოთ 3 თვალი. ნაპირის თვლები, რომელიც არ ითვლება სქემაში და სქემისთვის 3 თვალი. ახლა ნახოთ ნიმუში როგორ მოვგსოვოთ. ეს ნაპირის თვალი და სქემაში არ არის. 1, 2, 3 თვალი. აი აქედან გავდივარ 3 თვალი. და ისევ 3 თვალი გამომყავს. შემდეგ ერთ თვალს ვგსოვ ჩვეულებრივ, შემდეგ 1, 2, 3 თვალი. გამომყავს 1 თვალი, ვუმატებ, გავდივარ ისევ და კიდე გამომყავს 1 თვალი. ეს არის 3 თვალიდან 3 თვალის ამოყვანა. შემდეგ ერთ თვალს ვგსოვ ჩვეულებრივ. 1, 2, 3 თვალი. ერთდროულად გავდივარ და ამომყავს 1 თვალი, ვუმატებ. ისევ აქ 3 თვალში გავდივარ და 1 თვალი კიდევ გამომყავს და ახლა გავუშვებ ამ თვლებს. 1 თვალი ჩვეულებრივ იქსოვება შემდეგ. 1, 2, 3 თვალი. გამომყავს 1 თვალი. ვუმატებ. ისევ ბრუნდები და კიდე 1 თვალი აქვე გამომყავს. ახლა გავუშვებ და ნაპირის თვალი. აი რატომ ვთქვი, რომ ჩვენ სქემისთვის გვჭირდება სულ 3 თვალი. და ყოველი 3 თვალის შუა 1 თვალი. შემოვბრუნდი ახლა უკუღმა მხრიდან ვგსოვ უკუღმა. თქვენ თუ გსოვთ ირგვლივ ამ სქემას, აუცილებლად მოგსოვთ წაღმა. რადგან არ გექნებათ ეს უკუღმა მხარე. თუ აიღებთ თვლებს და ირგვლივ მოგსოვთ ამ სქემას, ამ რიგს ახლა მე რო უკუღმა ვგსოვ, მოგსოვთ წაღმა. აი ასე. ერთი რიგი მოვგსოვე მხოლოდ სქემის შემდეგ. ვიწყებ თავიდან, მაგრამ ნაპირის თვალი, ნახეთ ახლა, ნაპირის თვალი სქემაში არ არის. ახლა დააკვირდით. აი აქ ერთად ამოვიყვანე მე 3 თვალი. შუაში თავისუფალი თვალია, შემდეგ კიდევ 3 თვალია. ახლა მე რა უწოდოთ ამას, წერტილი, ყვავილი, როგორც გინდათ. ამ წერტილიდან 1 თვალს ავიღებ. ამ წერტილიდანაც 1 თვალს ავიღებ, შუა 1 თავისუფალი თვალი მაქვს და ამ 3 თვალს მოვგსოვ ერთად. ეს ნაპირია და აქ წინ აღარაფერი გვაქვს, ამიტომ 2 თვალი რჩება თავისუფლად მოვგსოვ. აქედან და შუა თავისუფალი თვალი ვთქვი, რომ ერთად მოვგსოვ. 3 თვალიდან 3 თვალს გამოვეყვა. აი ასე.
აუცილებლად ყოველ სამ თვალს შორის ვგსოვთ ერთ თვალს თავისუფლად. აი, აქ ხო იყო სამი თვალი წეღან ერთად მოვგსოვეთ, ხო? ერთი თვალი აქ წავიდა. ერთი თვალი თავისუფლად მოიგსოვება ამ სამი თვალიდან, მეორე ასე ვთქვათ და მესამე თვალი წამოვა და აი შემდეგი ორი თვალს შევუერთოთ, აი ამ წერტილიდან დავამატოთ ერთი, შუა თავისუფალი თვალია ერთი და მე ახლა ერთად მოვგსოვ სამი თვალიდან სამ თვალს. ახლა აქ მე დამრჩა ერთი თვალი შუა და მოვგსოვ ჩვეულებრივ, ეს მეორე თვალი. ამ წერტილიდან კიდე ერთი თვალი მაქვს, თავისუფალი თვალი და შემდეგი წერტილიდან მოვიტან ერთ თვალს და სამი თვალიდან ისევ სამ თვალს ამოვიყვან, აი ასე. რადგან აქ ნაპირია, ამ წინა წერტილიდან ჩვენ რომ მოვგსოვეთ სამი თვალი ერთად, ორი თვალი დამრჩა და ამას ჩვეულებრივად მოვგსოვ და ნაპირის თვალი. შემოვტრიალდი და ყველა თვალს ვგსოვ უკუღმა და კიდევ ვიმეორებ, თქვენ თუ ირგვლივ ვგსოვთ, ამ სქემას მოგგსოვთ წაღმა, ამ რიგს. ეს ძალიან გავრცელებული სქემაა, ბევრმა ალბათ იცის, რა თქმა უნდა. მე ვსაუბრობ ახლა დამწყებთათვის, ვისაც დაინტერესებს და ვისაც უნდა რომ მოგგსოვოს. შემდეგ ნაპირის თვალი. ახლა ნახე, აი სად წავიდა. პირველი წერტილი ჩვენ რო სამი თვალი ერთად მოვგსოვეთ. მეორე წერტილი, აი სად გადმოინაცვლო ჩვენ რო სამი თვალი ერთად მოვგსოვეთ უკაცრავად. ახლა დავბრუნდები უკან. ნახე, მე ბოლო რიგზე რო ვგსოვ სამ წერტილს, სამ თვალს ერთად, ამ თვლებს ვანაწილებ შემდეგ იქით აქად. ხო? ეხლა არის სხვა დროზე რომ სხვა სქემა იქმნება ერთდროულად, მაგრამ ახლა სხვა რამეს ვგსოვთ. ახლა აი როგორც აქ ამოვიყვანე, იგივეს გავიმეორებ აქ ამ სამ თვალს. რა გამოდის ესე იგი? ამ წერტილიდან ერთი თვალი აქეთ ბრუნდება. აი, ერთი, ორი, სამი თვალი. გამომყავს ისევ სამი თვალი. ეს უკვე ვიცით როგორ გამომყავს სამი თვალიდან სამი თვალი, ხო? ნახეთ ზეღარ. შემდეგ ამ წერტილში ხო დარჩა შუა თვალი, მოვგსო ჩვეულებრივ. არასდროს გამოგრჩეს, რომ აი ამ სქემებს შორის სამი თვალიდან სამი თვალი რო მოყვავს, შუაში ერთი თვალი ყოველთვის აქვს. შემდეგ მესამე თვალი ხო დამრჩა ამ წერტილზე, შუა თავისუფალი თვალი და შემდეგი წერტილიდან მე ერთ თვალს აქეთ წამოვიღებ და სამი თვალიდან სამ თვალს ამოვიყვან. ახლა აქედან შუა თვალი თავისუფლად იქსოვება. მესამე თვალი თავისუფალი თვალი წინა რიგიდან და შემდეგი წერტილიდან პირველი თვალი. ამოვიყვანე ერთი თვალი, ვუმატე, დავბრუნდი ისევ, ამოვიყვანე მესამე თვალი და გავუშვი. შუა თვალი თავისუფლად იქსოვება. ახლა აი აქ წინა სულ პირველი რიგიდან მოგგსოვილი თვლები ბრუნდება ერთად და სამი თვალიდან ისევ გამოვიყვან სამ თვალს. აი ასე, ნაპირის თვალი. აი დააკვირდი, ახლა გამოდის, ამას არ ვიცი თუ არ ჩდები, აბლაბუდას ეძახდნენ.
არასდროს არ მახსოვს სქემების სახელები. აი, ერთი აქ არის, შემდეგ ერთი აქ არის, შემდეგ ერთი აქ არის, აი მოყვება ახლა ასე. აი ყველა რიგი, აი ასეთნაირად და იქსოება, რახან თვლების ამოყვანის მიმართულებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამას შემდეგ ვნახავთ კიდე რას ვამბობ. ახლა რახან აქედან გავდივარ და ამოყვას სამი თვალი ერთად და სამი თვალი, ხო? ეს აქეთ მიდის. იმიტომ მიდის აქეთ. გამოვა ასე. ახლა შემდეგ ხო მოგსოვ უკუღმა რომ გამოხვალ აქეთ თუ ირგვლივ გსოვდა წაღმა. აი ნახე ახლა თვალსაჩინო ძალიან კარგად ჩანს. აი ამ თვლებს ამოიყვან ერთად. აი ამ წერტილებიდან შეერთებ თითო თვალს და შუაში არის ერთი თვალი აუცილებლად. ასევე აქ, ასევე, რამდენიც გექნება, ერთი სიტყვით. გასაგებია როგორ იქსოვება ეს. ახლა ეს, რატომ ვერ მოგსოვეთ ფერებში? ეს იყო თქვენი შეკითხვა და მოდი ვნახოთ რატო ვერ მოგსოვეთ ფერებში. როცა გსოვ ფერებში და გსოვ ღიად, გახსნილად, აუცილებლად გაქვს უკუღმა რიგი, დასაწყისი, ასე ვთქვათ. თუ გსოვ ირგვლივ, წეღანაც ვთქვი, რომ გსოვ სულ წაღმა. ახლა მოგსოვილი მაქვს მე ეს ფერი და ნახეთ უნდა შევცვალო, ხო? ახლა ამ ფერით უნდა მოგსოვ, როგორც თანმიმდევრობა, ასე გავყვები მე. უნდა მოვგსოვო ეს ფერი. ამიტომ ამ ფერით ჯერ მოვგსოვ აქედან უკუღმა. და თუ შენ ირგვლივ გსოვ ამას, ახლა მე დიდი მოცულობის საქსოს ვერ ავიღებდი, ხო აქ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო ჭირდება, ამიტომ აქვს მონაკვეთი და უნდა ვგსოვო წაღმა უკუღმა. თუ შენ გსოვდი ამას ირგვლივ და ვერ აწყვე, რომელი ფერითაც გინდა რომ მოგსოვო, პირველად ერთი რიგი შემოუარე წაღმა მთლიანად, შემოგსოვე ის ფერი, რომლითაც უნდა გააკეთო, აი ეს სამი თვალიდან სამი თვალის ამოყვანა სქემა. ახლა მე რახან ვგსოვ ღიად უკუღმა მოვგსოვ იმ ფერით, რომლითაც შემდეგ უნდა მოვგსოვო ეგ სამი თვალიდან სამი თვალის ამოყვანა. ერთი სიტყვით, აი, ახლა დავიწყე. მოგსოვე მე ამ ფერით ერთი რიგი უკუღმა რადგან მე ვგსოვ ასე ღიად, შენ თუ გსოვ ირგვლივ, მოგსოვე წაღმა ერთი რიგი და ისევ აქ იქნები, სადაც მე ვარ ახლა. ეს ორი თვალი არის ნაპირის თვალი, არ არის სქემაში და არ მიაქციო ყურადღება. ახლა ნახე? აი, შეხედე, აქ არის ერთი წერტილი, აქ არის მეორე წერტილი, რასაც წეღან ვხსნიდით და ვინც იცის გსოვა ძალიან კარგი, აქ არის შემდეგი წერტილი, სამ-სამი თვალი ამოყვანილია, ხო, სამ თვალში.
მე ახლა აი ესენი უნდა დაუკავშირო ხო ერთმანეთს. აი ამ წერტილიდან და შუა თვალი. შესაბამისად ეს ორი თვალი აქ თავისუფლად უნდა მოვგსოვო. მესამე თვალი, თავისუფალი თვალი, შემდეგი წერტილის პირველი თვალი ამოვიყვან სამი თვალიდან სამ თვალს. ეს შუა თვალია და თავისუფლად იქცევება. რას ნიშნავს შუა თვალი? აი წინა ამოყვანა. სამი თვალი ერთად შუა თვალია. მესამე თვალი, თავისუფალი და შემდეგი წერტილის სამი თვალი ერთად უნდა მოვგსოვოთ. სამი თვალიდან სამი თვალი გამოვიყვანოთ. ეს თავისუფლად იქცევება. შემდეგი ეს და ეს. ეს ორი თვალი რჩება და იქცევება. ახლა დააკვირდი რა, ეს ორი თვალი ნაპირის თვლები მაქვს ნაპირებში, ხო ვიცით? ახლა ნახე. მე უნდა შევცვალო ფერი. ახლა იმ ფერს ამოვიტან აქ, რომელი ფერითაც უნდა გავაგრძელო ქსოვა. ეს ფერია მოქსოვილი, ახლა ეს ფერი მოვქსოვე, ესე იგი აქ ვარ, ხო? აი რომელი ფერით უნდა გავაგრძელო ქსოვა. ჭირდება ეს ფერის ძაფი. ახლა ნახე, ამოვიტან იმ ფერის ძაფს. და დავტოვებ აქ. აი ეს. რადგან მე შემდეგ ამ ფერით უნდა გავაკეთო სქემა, ამ ფერითვე მოვგსოვ ახლა ერთ რიგს. შენ თუ ირგვლივ გსოვ, კიდევ მეორე წაღმა მოგსოვებ, მე ახლა პატარა მონაკვეთს გსოვ და უკუღმა მოვგსოვ. ერთი რიგი მოვგსოვე მე უკუღმა, შემოვტრიალდი და ახლა მოვგსოვ სქემას ამ ფერით. ახლა ბოლოს აი ეს სამი თვალია ერთად მოგსოვილი,
ამის წინა ფერიდან აქ არის 3 თვალი ერთად მოგხსოვილი, ისე რომ ახლა მაქვს აქ ხო შესაძლებლობა რომ 3 თვალი ერთად მოვხსოვო. ამ წერტილიდან წამოვიღებ 1 თვალს, 2 თვალი აქ მაქვს, რომ არ დაირღვეს სქემა. 3 თვალიდან ამოვიყვან 3 თვალს. ახლა მეორე თვალი ამ წერტილში თავისუფლად იქსოვება აუცილებლად. მესამე თვალი თავისუფალი თვალი და შემდეგი წერტილის პირველი თვალი. სამი თვალიდან 3 თვალი. ამ წერტილიდან მეორე თვალი თავისუფლად იქსოვება, მესამე თვალი თავისუფალი თვალი და შემდეგი წერტილის პირველი თვალი ერთად მოვხსოვოთ. 3 თვალიდან 3 თვალი. ეს თავისუფლად და შემდეგი იგივეს ვიმეორებთ. გამომყავს 1 თვალი, ვუმატებ და კიდევ 1 თვალი ამომყავს. აი ასე და ახლა დააკვირდით, მე მოვხსოვე ეს ფერი და უნდა შევცვალო ფერი. აი ეს მოვხსოვე, ხო? ახლა აქ ვარ. ეს ფერი უნდა დავტოვო. და ამ ფერით გავაგრძელო ქსოვა. ამ ფერს ამოვიტან. დავტოვებ აქ და შემდეგ აუცილებლად ამ ფერით ერთ რიგს ჩვეულებრივად მოგხსოვ და ისევ ამ ფერით მე სქემას გააკეთებ. ასე ვთქვათ, საფუძველი, რომელი ფერითაც აკეთებს სქემას, საფუძველი ერთი რიგი უნდა კონდეს თავისი ფერის გადაგხსოვა. ერთი რიგი. უკუღმა მოგხსოვე თუ ასე გხსოვ, წაღმა მოგხსოვე თუ ირგვლივ გხსოვ. მე მგონი გასაგებია პრინციპი როგორ გააკეთო და რატო არ გამოვიდა. აი ის სხვა ფერზე რო დასვა ეს, არ გამოვა ეს. სულ სხვა აი აქ მოვა სხვა ფერი. აი ახლა ხო ამოყავს 3 თვალიდან 3 თვალი, ქვედა 3 თვალი სხვა ფერი იქნება, ზედა 3 თვალი სხვა ფერი და იმიტომ არ გამოგივიდა ზუსტად ასეთი. მაგრამ აი ეს ნახე ახლა სულ ასე რომ მისდევს ერთმანეთს. აი თქვენი გადმოგზავნილი სქემა იყო რომ აი ასე მიდის სულ. ეს არის მეორე ნაირიც თუ არ გინდა რომ ასე წავიდეს ერთ მხარეს, უნდა ეს 3 თვალი შეცვალო და სხვანაირად ამოიყვანო, აი ასეთი გამოგივა. ამიტომ ვამბობ, თვლების მიმართულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ ამოიყვანს, აი რომელი მიმართულებით. ეს სულ სხვა სქემაა, ახლა ეს სულ სხვა სქემაა, არადა 3 თვალიდან 3 თვალია ამოყვანილი ორივე შემთხვევაში. ახლა აი ამასაც ვნახოთ, ეს როგორ იქსოვება. ეს ორი ნაპირის თვალი, აი ახლა დააკვირდი, ნახე 3 თვალიდან 3 თვალია ამოყვანილი, 3 თვალიდან 3 თვალია ამოყვანილი და შუა ერთი თავისუფალი თვალია დატოვებული. ახლა როგორც ვგსოვთ ამ სქემას, ჩვენ ახლა უნდა გადავიტანოთ, ხო? ამ წერტილიდან და ამ წერტილიდან თითო თვალი და შუა თავისუფალი თვალი ერთად იქსოვება. ამიტომ ახლა პირველი ორი თვალი თავისუფლად მოვხსოვე.
ეს სამი თვალი უნდა მოვგსოვო ერთად. ამ შემთხვევაში ხო გსოვდი ასე სამივე თვალი, ასე გავდიოდი, გამომყავდა და 1, 2, 3 ერთი სიტყვით, ხო ვიცით? ახლა რას ვაკეთებთ? მაქვს სამი თვალი. ნახე, ამ ორ თვალს აქედან ვიღებ, შემოვატრიალებ, დავაბრუნებ უკან, დავამატებ მესამე თავის თვალს, რაც ვთქვი, რომ ერთად უნდა მოვგსოვო. გამოვიყვან ერთი თვალი, ვუმატე, მეორე და მესამე თვალი. მე ისევ სამი თვალიდან სამი თვალი ამოვიყვანე. ამ წერტილიდან შუა თვალი თავისუფლად იქსოვება, როგორც წინა შემთხვევაში და შემდეგი მესამე თვალი თავისუფალი თვალი და შემდეგი წერტილის პირველი თვალი ერთად უნდა მოვგსოვო. ახლა ნახე. 1, 2, 3. ამ ორ თვალს აქედან გავდივარ, შემოვატრიალებ, დავაბრუნებ უკან, დავამატებ თავის მესამე თვალს, რომელიც უნდა მოვგსოვო ერთად. 1, 2, 3. ეს თვალი თავისუფლად იქსოვება. ეს სამი თვალი ერთად უნდა მოვგსოვო. აი, აქედან გავდივარ ორ თვალს, ვატრიალებ, დავაბრუნებ, დავამატებ 2, 3. შუა თვალი თავისუფლად იქსოვება. ყოველთვის, ყოველ სამი თვალის შემდეგ თითო თვალი არის თავისუფლად მოგხსოვილი. შემდეგი, აქედან აი ეს ხო? ორ თვალს აქედან გავალ, შემოვატრიალებ, დავაბრუნებ, მესამეს დავამატებ და სამ თვალს ამოვიყვან. აი ამ სამი თვალიდან სამი თვალის ამოყვანას აქვს მილიონი სქემა სხვადასხვა. ამოყვანს სამი თვალიდან სამი თვალი და სულ სხვადასხვანაირად გსოვ. ახლა აქ რო ორი რიგი მოგხსოვო ჩვეულებრივ თუ სამი რიგი და კიდე ისევ ეს გააკეთო, სულ სხვა რამე გამოვა. იქ სულ სხვა რამე გამოვა. ძალიან ბევრნაირად იქსოვება. უბრალოდ ფუძე აქვს ერთი სამი თვალიდან სამი თვალი ამოდის. სქემები გამოდის ძალიან ბევრნაირი. ახლა შემოვტრიალდი და ჩვეულებრივად უკუღმა უნდა მოვგსოვო ერთი რიგი. თუ ამ სქემას მოგხსოვ და მოგხსოვ ირგვლივ, აუცილებლად ეს რიგი შენ წაღმა გექნება მოსაგსოვი. თუ სქემებს შორის ერთ რიგს არ მოგხსოვ, შეგიძლია პირდაპირ გადახვიდე ისევ სამი თვალიდან სამი თვალის ქსოვაზე, შეცვალო, თვლები რა თქმა უნდა, იქ და კი სულ სხვა სქემა გამოგივა. თუ რამდენიმე რიგს მოგხსოვ და არა მარტო ერთს, სულ სხვა სქემა გამოგივა. ახლა ჩვეულებრივად გააგრძელებ ისევ პრინციპი იგივეა, ეს გადაიტან ამ წერტილიდან თითო თვალს, შუა თვალი და ერთად მოგხსოვ. აქედან და ერთად მოგხსოვ. აქედან გადაიტან ხო და ერთად მოგხსოვ.
მაგრამ თვლები შეატრიალი, როგორც მოვგზავნეთ ის ერთი რიგი და ამის მაგივრად რომ ეს ასე მიდის, ეს ასე გამოვა. იმედია გასაგებად ავხსენი. მე ორივეს აგირტოვებ. ვაი. რომელიც მოგეწონებათ, ის სქემა მოგსოვეთ. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.